მოგიგე, ჩემი უფრო ხმამაღალი იყო. როგორ მომიგე, ჩემი უფრო ხმამაღალი იყო. როგორ იყო შენი უფრო ხმამაღალი, მე პაატა გავაღვიძე. კიდე ხე დედა გავაღვიძე, უყურე? კარგი, ხო, კარგი, მოიგე, ოღონდ არ გააღვიძო და მოიგე, ხო. ჩამოვა და გაგულანძღავს სულ ყველას რა. ხო და თუ მოვიგე მოწიე თავი. რა ბილითითები მაქვს რა. საერთოდ ვერ იგრძენი. აღარ უნდა ვჭამო ეს პურები. წავამი კომპიუტერზე დავждები, გავახდენ თითებს. გაახდინე, ხო, გაახდინე. და მუსიკას მოვისმენ. მოვისმინე, ხმადაბლად ჩართე მუსიკა, ელენი არ გააღვიძო, თორე ჩამოვა და დაგწოფავს, ხო იცი რა ხასიათზეა. ყურსასმენებს გავიკეთებ. ხო, ძალიან არა, ყურსასმენები გაიგეთ. აფარა, გაიღვიძე? ხო, ლაშა, გავიღვიძე. იცი რა არის, ლაშა ეთყობა, რაღაც ხმაურმა გამაგვიძე ეთყობა გარე ტრაქტორები დადიოდნენ. ხო, ტრაქტორები დადიოდნენ, ბატონო, ტრაქტორები. ლაშა, რა უნდა გითხრა, იცი, ეს სარკე ხო ხტები აქედან რო სხვა. წესიერად გილაპარაკე კაცო. ხო, კარგი, ეს სარკე რო სხვაგან დავკიდოთ, არ შეიძლება? რატომ უნდა დავკიდო სხვაგან? იმიტომ რომ ლაშა ყოველდღიურად რო გამოვდივარ, ეგრევე ჩემ თავს უყურებ და არ შემიძლია ლაშა ასეთ სილამაზეს რო უყურებ, ვითრგუნები, სწორედ მართალი, მართალი. მეც ყოველდღიურად რო გიყურებ ისე ვითრგუნები, გამიგე ხა შეცვა. აი, ხო, კაცო, რა დაგემართა? არაფერი ეთყობა სუნამოს დასხმა მივიდა ბევრი ცოტა და ჩემი. ხო, ჩემი სუნამოს დასხმა. კარგი, ხო. ფუ, რა სუნია? ატა, ცოტა ხმადაბლა ილაპარაკე რა, დედა არ გააღვიძო ძინავს. ბავშვი. მოიხსენი. ბავშვი, ეს კარაქიანი პურები შენია? კი, ჩემია, მე არ მინდა თუ გინდა ჭამე. ხო, კაი. ბავშვი, არ გაიკეთო. ისა რა ქვია, გინდა 5 ლარი მომეცი და კარაქიანი პურები მომეცი, ჰა? ატა, მე კარაქიანი პურები არ მინდა, თუ გინდა ჭამე. ფული. მამა იმუნი ბავშვია, ლაშა. აბა, ეხლა იცი რა არის? გიყურებ, აი, გაკვირდები და ვერაფრით ვერ ხვდები რატო აგიყვანეს იმ სამინისტროში სტაჟიორად. შენ მაგას ვერც მიხვდები, ჩემო მსუქანო და ბოღმა მეგობარო. გაიგე? ვერც მიხვდები შენ მაგას. ხო, ისე პაატა სხვათა შორის რო იცოდი, მეც მალე დავიწყებ მუშაობას. ხო, ლაშა, უნდა დაიწყო მუშაობა, აბა, როდემდე უნდა ისდე ესე სახში უსაქმრო და ბოლო როდემდე უნდა იყო ჩემ კისერზე. არ ხსხვენია რა. ჰა? რა ხდება? სად იწყებ მუშაობას, აბა, სად უნდა დაიწყო ის მაინც მითხარია, ბოლოს. სად ვიწყებ, სად, აბა? კაფეტერიის პული ხო მაქვს. ხო და ეხლა გადავწყვიტე რომ რაღაცა ბიზნესი წამოვიწყო, აფთიაქი მინდა რა გავხსნა, ეხლა ფარტს ვეძებ. ძალიან მაგარია. ფარტს ეძებს ფარტს. ძალიან მაგარია. ისე წარმოგვიდგინე რა მაგარი განცხადება გამოვა გაზეთისთვის. დაიწერება ესე, უყურე, ფართო პარტი ვეძებ ფარტს, ჰა? როგორია? ლაშა შენც მაგარი ხარ, ამხელა ფარტი ხარ ბიჭო, რა ფარტს ეძებეთი. იცი რა ქენი, გახსენე ეხლა აფთიაქი შენ უყურე მუცელში, შენთან მუცელში გახსენე აფთიაქი. ძალიან მაგარი იქნება და ჭიფთან გააკეთე ესე პატარა ფანჯარა, თუ გინდა ღილაკიც, სადღეღამისო, ხო და ესე რომ მოვლენ ხოლმე ეს კლიენტებს შენ თვითონ ჩასვი, გამყიდველი და აქინა ყიდე. დღე და ღამე 24 საათი. ჰა? ხო, კარგია.
ძალიან კარგი აზრია, პატ. აი ხლა შენ რომ რეგიონალურ განვითარებას რო დაიწყებ, ხო, შენ და რო განავითარებ, ანუ დაღუპავ რომელიმე რეგიონს, მე ჩამოვალ ჩემი აფთიაქით და იქ ვუმკურნალებ ხალხს. დღე-დაღამე 24 საათი, პატ. მომისმინე ხა შენ მე სერიოზულად გეუბნები, გახსენი ეგ აფთიაქის ბიზნესი. ყოველ შემთხვევაში იმედია იქ მაინც არ ჩაგივარდებათ ეგ ბიზნესი, ისე როგორც ის კაფეტერიის ბიზნესი ჩაგივარდათ, ხო? რატო არ ჩამივარდება ეს ბიზნესი? რა ვიცი ლაშა, ხა იმედია შენ იმას რა ქვია, ვეროშპიროს ნოშპას და იმა გენტამიცის არ შეჭამდა. მაიცა, თუ შეჭამ. მიდი და გააჩერე მართლა და უთხარ. ბავშვი. რაკჭის გული გერევა რა დღეში. ხერი. კი ამ ხერი ხნავი გაჩერდი. უსახს მე მიკეთი. გაჩუმდი ნიკა რო გეუბნები არ გააგვიძო მეთქი და შენი გითხარ ხო? წავედი ეხლა მე მოკლედ სამსახურში წავედი და რა სიზავა ესია უსაქმურები კიდე სახში რჩებით აბა რა ვქნა ლაშა. არ არის მეთქი ეს ნორმალური რო გეუბნებით არ გჯერათ ხო? კატაირებია გამიგეში. წავედი აბა საქონელი ხო არ ვარ სახში რო ვიჯდე. რა არის ეს რა დიპლომატი გიჭი რა გიდევს ადგინებ დიპლომატი რა გიდევს შიგნით ჩუსტები რა ჩუსტები ჩუსტები ლაშა არის რა არის ჩუსტები რა ვქნა საბუთები არ მაგდა რაღაც ხო უნდა ჩავდო ისე ხო არ წავიღებ და სამსახურში რომ მივალ ამ ჩუსტებს ჩავიცვე ფეხებს დავასვენებ იცი რა მაგარია ხო წავედი ეხლა და აბა თქვენ იცით ეხლა პატა ფერაძე ფერაძე უпростоრად მიდის სამსახურში კარგი რა გაჩერდი პატა გაჩუმდი მე შენ რა გენაღლება მიდიხარ და გაიღვიძებს ელენე და ნახე რა დღეს ჩავყრის მე ჩვენ ნახვამდის უსაქმურება ნახვამდის სხვათა შორის ელენე რო გაიღვიძებს უთხარით რომ პატა ფერაძე სამსახურში წავიდა უსაქმურებო კარგით ვიდე ეხლა იღნა ძლივ სახში სიწყნარეა რა ლაშა ილოცავთ ხო ელენე სოფი ეგ სათვალე რატომ გიკეთია ვერ ხედავ? არა თეკლა ეს მზის სათვალეა. არა მაგას არ გეკითხები სარკეში რომ იყურები ვერ ხედავ რას იკეთებ ხოლმე? ელენე ისე რა უფრო საშინელება იყო ილიასთან დაშორება თუ თეკლას სახის ყოველდღე ყურება. კარგი რა სოფი რა კიდე ილიას გახსენება მინდა მე ნუ მელაპარაკებით მაგაზე. სადაც ნერვებზე ვარ მოშლილი ამდენი ხანია. კარგით. მე ვიცი. გუშინ წავიკითხე კოსმოპოლიტენში რომ ყველაზე მოდური ყოფილა ან ჭიპის გახურე და ან ქველმოქმედება. ხო და გადავწყვიტე რომ ჭიპი გამეხრიდა, მაგრამ მე გავიგე რომ შეიძლება კანი გამიღიზიანდეს. ამიტომ გადავწყვიტე ქველმოქმედი გავხდე. მოიცა სოფი შენ უნდა გახდე ქველმოქმედი რასაცივოა. თეკლა მე უკვე დიდი ხანია ქველმოქმედი ვარ. შეხედე როგორი ხარ და გემეგობრები. კარგია სოფი ქველმოქმედება, კარგი საქმის კეთებას რა ჯობია, მაგრამ აი ხანდახან ბუნებასაც თუ დაეხმარები კარგს იზავ. ბუნებას როგორ? აი ეს ფოცხვერი რო გაცვია ხოლმე, ხანდახან ტყეში გაუშვი. კარგი რა ელენე, მე სერიოზულად კარგი საქმის გაკეთება მინდა. თქვენ კიდე დამცინით. მაშინ გაჩუმდი. რატო ვერ გავიგე? გაჩუმებაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ვიზამ? არა, უბრალოდ ბარში კარგი მუსიკაა და მოსმენა მინდა. მოიფიქრეთ რამე? ვერა. თქვენ? რა დროზე მითხარით რა გნებართ? სამი ნამცხვარი ყავა ხელსაწმენდები ბევრი. ბევრი? ხო ხელით უყვარს ჭამა და კარგით, როგორც თუ დამაგვიანდება დიდ ამბავს ნუატეხათ. გამახსენდება და მოვა. ელენე ნუმია ცენტურად ხებას. ისე მეც მაქვს გოგოებო რაღაც ახალი ჰობივით. რა? რა და მამა ჩემი ხომ აძინებს ხოლმე 9 საათზე. ხო და მე 2 საათამდე არ მეძინება და სიმღერებს წერ. და როგორი ფიქრებ ხოლმე? რა ვიცი, ეს თავისი თმა ფიქრდება. მართლა? მე კიდე თავისით არაფერი არ მაფიქრდები.
კარგი სოფი მოგასმენინებ აუცილებლად, ხო? ხო და მე რომ მოგასმენინებ, თქვენც თუ მოგეწონებათ, მე უკვე ვიფიქრებ დისკის ჩაწერაზე. კარგია თეკლას სიმღერების წერა რო დაიწყე. აი დისკს რო ჩაწერ კი არავინ არ იყიდის, მაგრამ ქველმოქმედ ხალხს რა გამოვლებს მოვიყიდე. საცრავად, თუ არაფერს არ იღებთ, გაბრძანდით. ხალხი შემოვიდა. ელენე სკანდალები არ გვინდა. რამაგარია კაბინეტი, საოფისე სავარძლები, მოწმენდილი თაროები, იატაკი, თავი მგონი ამერიკულ ფილმებში. იო, რამაგარია. როგორ? აუ, უი, შენ ის არა, რეზო. საბა. მარჯვენა. ცაცია. საცია, მართალი. როგორ ახარ საბა? კარგად, შენ? ძალიან კარგი, რა ვიცი, არა მისის, კარგად. საბა, შენ ალბათ ჩემი მდივანი ხარ, ხო? არა, მე სტაჟიორი ვარ. ხო, სტაჟიორი მდივანი. არა, ჩვენ ერთად ვართ სტაჟიორები. ანუ კონკურენტები. კონკურენტები. საბა რა არის ეხლა დავფიქრდი და წარმოიდგინე რა ძნელია ესე დამთრგუნველ პირობებში მუშაობა, ხო ხდები როცა იცი რომ სულ რაღაც 1 მეტრში შენი კონკურენტი ზის რა. ხო და მოდი საბა ესე მოვიქცეთ. მე ვიქნები შენი უფროსი. ნუ კაცრი უფროსი. და შენი ყავი ჩემი მდივანი. დამჯერი მდივანი. არა, არ მაწყობს. არ გაწყობს კი არა, ეხლა გადიმედი და ყავა მომიტანე დროზე ნერვები არ მომიშაუყური ამას გაგაგდებ სამსახური და საერთოდ იცოდე. ხო მაგარია ესე. მაგარია. მაგარი იქნება. არა, მაგრად გავერთობით, საბა, მაგრად გავერთობით. ვერ გავერთობით, არ არის მაგარი. თუ ყავა გინდა, ჩადი ბუფეტში და აქვთ. ხო, კარგი. კიდე რა აქვს მაგ ბუფეტში? რავი, ჩაი, კრუასანები, სენდვიჩები. რა მაგარი, ეს რეგიონალური განვითარების სამინისტრო თუ ლაუნჯი ერთი. ძალიან მაგარია, ხო. კარგი, ეს იყოს ჯერ არ მოხსნი უფრო დიდხანს შეინახავს. საბა, რა უნდა კითხო, იცი? ჩემი დიპლომი აი აქ რო დავკიდო. ხედავ თუ მაგიდასთან დაგიდო. არა, კარგად ჩანს. კარგად ჩანს. ხო. საბა, რა უნდა კითხა, იცი? ხა გულახდილად მითხარი. შენ ალბათ ვიღაცა გფარველობს, ხო? არა. აბა სახეზე რო არ გეტყობა რომ განათლებული ხარ. ეს რა არის აბა? რავი, დიპლომების, სიგელების, სერტიფიკატები. ები. კარგი, მაშინ ამას იყო აქ სადმე შევინახავ და საბა, რა უნდა კითხო, ეს ტელეფონი ყველგან ეკავს ერთი, ნუნუს უნდა დაურეკო და გული უნდა გაუხეთქო ბოლოს და ბოლოს რა. ნუნუ არ ვიცი ვინა, მაგრამ მაიქ შიდა ტელეფონია. შიდა ტელეფონია, ხო, ძალიან კარგი, აბა ნახოთ. აბა ერთიანზე რა ხდება? ერთია მინისტრია, სადრეგო. საბა, რა გვარი ხარ შენ? ჯიბლაძე. საბა ვარ ჯიბლაძე საცია, დიახ. აუქნა ესე გამოვიდა საბა, ესე გამოვიდა, აბა. მე თქვენი პატარა ბიჭი გენაცვალეს. პატარა ბიჭი. შეხედე რა კარგი პატარა ბიჭია, პატარა ბიჭი. მომისმინე შენ მინისტრი აქ არის? კი? საწყალი საბა. მინისტრმა იცის მე აქ რო ვარ? არ მგონია. კომუნიკაცია ამისახეთი სამსახურში ცოტა და მე ამას მივხედავ სხვათა შორის, ხო? კარგით. აი ეს ფურცლები გამომართვი და შენ. შენ გას პატარა ბიჭი. უი შენ გაგზავნია ხოლმე გენაცვალე რა კარგი ხარ შენ. გამომართვი ეს ლარიანი აიღე. ხო და წადი ეხლა და გარეთ ის რო დგას რა ქვია ის შოკოლადი ჩამოაგდე ერთი ცალი 20 თეთრი აკნე დაამატე არაფერი მოგიო პატარა ბიჭი. მე სამსახურიდან თუ დაგიპირებენ გაგდება ერთო სიტყვა შეგაწევ მე. მე მეთქო რაღაც გეშ. გაჩედი ბიჭო. უკურე რა ბრაზიანი ყოფილა. სელკი. გაჩედი ბიჭო. გაჩედი. დამიბრუნე ფურცელი ჩემი. ბატონო. მომეცი. აიღე ხა. აიღე ფურცელი. მომეცი. აიღე ფურცელი. 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 ფურცელი.
რატო არ გამოგდის, რატო ნეტა, რატო არ გამოგდის პატარა ბიჭი. კარგი, მე გავდა. ისა, პატარა ბიჭი. სკალამი დამივარდა და შენ მაინც იატაკთან ახლოს ხარ და მომაწოდე. თიდან მოჩანდა დაჭრილი შველი. არა, მთაზე მიღოღავს დაჭრილი. მთაზე მიღოღავს დაჭრილი შველი. თეკლო, რა საკეთებ? ნიკა, სიმღერას წერ. არ გამოგდის ალბათ, ხო? პაატას გიტარაა და მაგიტომ თან აშლილია ცოტა. და რაზეა სიმღერა? ბედნიერებაზე. მთაზე მიღოღავს დაჭრილი შველი. დაჭრილი შველი, აი აქ მინდა დაჭრილი შველის რითმა მინდა. დაჭრილი შველი. მამაზი ველი? არა, დაჭრილი შველი, ობოლი ბელი. ობოლი ბელი. მთაზე მიღოღავს დაჭრილი შველი, დედას ნატრულობს ობოლი ბელი. რა ბედნიერი სიმღერა. აქ მისამღერი უნდა. თეკლა ილია გამახსენდა. იმასაც ასეთი უხეში წვერი ქონდა. ეს კარგი მისამღერია. მთიდან თაზე მიღოღავს დაჭრილი შველი, დედას ნატრულობს ობოლი ბელი. აუ თეკლა, გააღერა, მე ანცალია არაფერს ვაკეთებ. არა, გამარჯობა. სოფი მოიყვანეთ, მადლობთ, ისე ვერ აგნებდი ხო დღესაც. არა, მამუკა, მიდი, შედი. ასეთი მოუვლელი რომ დავინახე, შენ გამახსენდი, შემეცოდა და ამოვიყვანე. გაჯექი, მამუკა. აი მიირთვი. მოდი. გამარჯობათ. გამარჯობა. ჭამე. ეგ ჩემი მომზადებულია. არა, იყოს ეზოში რამეს ვიპოვი და იმას შევჭა. აი ხილი მაინც ჭამე. ეს ვაშლი გარეთ ხილია? სოფი. ვინ არის ეს? უსახლკაროა. შემეცოდა და ამოვიყვანე. მე ხო დილით ქველმოქმედი გავხდი. აიმე, საწყალი რანაირად აცვია? აბა, თან როგორი შარფი უკეთია? ეგ ჩემი შარფია, მე მივეცი. უი, საწყალი. ელენე, აქ რო იცხოვროს შეიძლება? სოფი, აქ რატო უნდა იცხოვროს? რა ვიცი, პაატა ცხოვრობს და დიდი ამბავი. არა, მაგ არგუმენტს რამე უნდა მოუფიქრო, თორემ მალე მთელი თბილისი აქ იცხოვრებს. მამუკა, სახლი გააქვს? კი, ყუთებით მაგ აშენებული და იქ ცხოვრობ. და რა პროექტია? სოფი. კი, არის. ნიკა, დედიკო, მიდი დაელაპარაკე. მიდი. დედა, ეს ალბათ სკოლაში ვერ ივლის და განათლებას ვერ მიიღებს და ჩემი წიგნები ხო არ ვაჩუქოთ. მიდი ახლა დროს დაელაპარაკე. გამარჯობა, მე ნიკა ვარ. მამუკა. მამუკა, თაფლი გიყვარს? კი. ეს ჭამე. ეს კიდე სახში წაიღე. არა, იყოს, ისედაც ძალიან შეგაწუხეთ. არა, რა შეწუხება. და რა საკეთებ ხოლმე? რასაც მინდა იმას ვაკეთებ. ქუჩაში ვარ, დავდივარ, ვთამაშობ. დედა, მე მივხვდი რაც უნდა გამოვიდე. რა? სათხარ დედიკო? რა გინდა? მან გაცივდები და დაიწყებ ყველას. მეგობართან ხარ სახლში?
მოიცა ფანჯარა არ იყოს ღია, თორემ გაცივდები და დაიწყებ ყველას. დედიკო, ჭკვიანად იყავი, თორე გაცივდები და კაი დედიკო, მალე მოდის. მოხვედი გია? კი, მოვედი. ჩანთას მიხედე რა. დღეს სამსახურში ჩამოვედი და ძალიან მშია. რა გვაქვს? რა და ჩიხითმა. ჩიხითმა? მე ხორცები სად არის? ხორცი ამოვიღე, ქოლესტერინი არ მინდა უხორცო ჩიხითმა, ჩახოხბილი მინდა. ჩახოხბილი არა გვაქვს, გუშინ მქონდა და არ ჭამე. ასე თქვი, კატლეტი მინდაო, კატლეტი გუშინ წინ მქონდა და ისიც არ ჭამე. აი, ხო ხედავ? სულ ერთი დღით მისწრებ წინ. კარგი, მაჭამე შენი უხორცო ჩიხითმა. კაი, ნუ გუზღუნებ, საღამოს კექს გამოვაცხობ და ერთად უყუროთ რამე კარგ ფილმს. რაც გადმოვედი არ დამისვენია. კექსი ძალიან კარგია, საღამოს არის კარგი ფეხბურთი. ფეხბურთია ხო საღამოს? რას ლაპარაკობ? მაშინ მე გამოვაცხობ თხილიან კექს. ცომშიც ძალიან ბევრ თხილს უზამ, ზემოდელაც ძალიან ბევრ თხილს მოვაყრი. რას მაშინ ერთ მე? დამემართება ალერგია და შენი მოსავლელი ვიქნები მაინც. არ მეცლება, არა. საღამოს კარგი ფეხბურთია და უნდა უყურო. სად არის ტელევიზორის პულტი? ტელევიზორის გვერდით დევს. 4 გვერდი აქვს ტელევიზორს. მარჯვნივ. ჩემ გამარჯვე თუ ტელევიზორისგან. ლანდო. ახო რა ხდება? ქვეყანას თუ დედა საღამო ზივარი. გია. ჩუმად. გია. ჩუ. ჩუმა თუ არ რა გჭირს? ой, აქ არა ხარ. რაო რა ხდება? არ გამაგიჟო, არა რა, ომი, ნუ იქნება და არაფერი არ მინდა. არა, ჩემი შავი პერანგი რო იყო, 2 თეთრი ზოლით, გარეცხე? ой, შენი შავი პერანგი გავრეცხე და აქ არის. ეს არის თეთრი პერანგი შავი ზოლებით. ой, მეცი რა დამემართა. რა მეგემართა? ეს პერანგი რო გავრეცხე? რაღაცა შეყვეტყობა და თეთრი ზოლი შეიძლება შავად. მერე მათეთრებელში ჩავაგდე და შავი რაც იყო გათეთრ. კაი, უხდება ეს ხო, კაი. ხო და მაგიტომ გავრეცხე. კი, ზუსტად. აბა, როგორ მოგეწონა შამპუნი? სუნი კარგი აქვს, მაგრამ გემო არ მომეწონა. აი თეკლა, როგორც ვფიქრობდი, ბიჭი აღმოჩნდა. ხო ხედავ, კარგი საქმე გავაკეთებ. კარგი საქმე კი არ გავაკეთე, ისე კარგად გამოიყურება, მე მგონი აღარავინ აღარ დაეხმარება მაგას. აი, თეთრეული, ტანსაცმელი და საჭმელიც ჩაუდგე. კარგით, ახლა თქვენ ადით, შეიძლება ეს ყველაფერი მოერიდოს თქვენგან და მე მივცემ. კარგი, ნიკაზე წამო. კარგია. ისა, სოფი, მოიცადე. აი, ესეც მიეცი მაინც. ვაიმე, თეკლა, რა წუწურაკი ხარ? მამუკა, მოდი. მოდი, ნახე რა უნდა მოგცე. ნახვამდის. წავიდა, ჩამოდით. წავიდა? ხო. სოფი, ეს ჩანთა რატო არ წაიღო? ფული აიღო, სხვა რაღაცები წაიღო და ბოდიში მოგიხადათ, რომ ვერ დაგემშვიდობათ. სხვა რაღაცები. აი, ჩემი საფულე წაუღია. აი, მე თეკლა ჩემიც. Yes, ლეპტოპი არ წაუღია. რა? ეხლა მთავარია პანიკას არ აყვეთ. მთავარია ლოგიკურად მიუყვეთ და გავიგოთ ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა. ამ ოთახში ვიყავით მე და მამუკამ წაიღო.
მეც არ ვიფიქრე რატომ ანიშნა ესე და ჩაიდო აიპადი ჩანთაში. ჩემი აიპადი წაიღო? მართლა წაუღიარა. მე ხო ბედი არ მაქვს რა, წიგნები მაინც წაიღო. Yes, დამტენი ხო მაინც დარჩა. ნიკა მარტო დამტენი რა დგინდა? ხო, მართალი ხარ, მარტო ეს რა თმინდა. მაშინ ბოლომდე გაიხაროს. მობილური მაინც წაიღო. ეხლა ხო დაურეკავდი და ვეტყოდი, ეხლავე მოიტანე ყველაფერი. ხო, მიდი დაეწიე და მიეცი. გამარჯობათ მეზობლებო. მოგდანდი. მაშა, მოდი. მოგდანდი. აი ვახშმობას აპირებს და დაგვეწვიე. თან სახლიდან მოდიხარ და დაიღლებოდი ძალიან. მე გეცინებოდა მართლა დაღლილი იქნება. მოდი დაჭიქე, მოდი. არა, იყოს, რა გაქვთ რაო? ჩიხითმა. უხორცო. ჯერ ჩიხითმა მიირთვი. მერე ნამცხვარი გასინჯე და მერე ხილი. სხვათა შორის ეს ხილი ჩვენი მეზობელი რომ არის, ნუნუ. კარგი ქალია ეტყობა. იმან მოგვიკითხა. ხო, ჩვენგან გამოიტანა. ძალიან გემრიელია. და სულ ასეთ გემრიელ საჭმელებს აკეთებს? და მე რატო ხარ ესე გამხდარი? ცოტას ჭამ? ნუ. აზე არა ხარ. ნეტა ელენეც ესეთ გემრიელ საჭმელებს აკეთებს რა. ალო. ხო ელენე. რა წამოვიღო? ნახევარ ფაბრიკატის სუპი და გაყინული ხინკალი? კარგი, კარგი. რა კარგები ხართ რა. ისა, ბაშა. სანამ აქ შემოხვიდოდი სადარბაზოში. ხო. ის ხომ არ შეხვდა. ის თაგვი ნუ. არა არ შეხვდა. ჩუმად ხატა მეუბნები. რა ეს მარინას ისინია იმ თაგვის. არა ხა თაგვის თუ ვინა გეშინოდეს, კი ბატონო, მაგრამ იმ თაგვის ბიჭო. ამასენა თუ ყურე დისკავერიზე იყო გადაცემა, დიდი გადაცემა იყო თაგვებზე. მინდვრის თაგვებზე. მინდვრის თაგვები ეს არის სხვა სამყარო, გეუბნები. აი, როგორ გითხარ რა, ეხლა თავისთვის არიან გაიგი, რაღაც თავისი წესები აქვს, გაიგი, მიდიან, მოდიან, რაღაცა. აი, შეჭამე ხო, ჭამე. ეხლა ეს ჩემი. აი, ეს ჩემი. ეს რო ეხლა იქ გაუშვა, ხო? ვერაფერს ვერ ეძა. აი, დაიღუპება გეუბნები. ეხლა ვითომ თაგვი ხო, თაგვია, ხო? თაგვი რა, ეს არის ოჯახის თაგვი. მე მაგას სახლიდან არ გავაგდებ, რა თქმა უნდა. მაგრამ როგორ გითხარ ახლა მარინა თან ეშინია, მე უნდა გავაგდოთ. როგორ გავაგდო მითხარი აბა. აჰა. ჯანაირად. აბა? დამწყარი არ გასინჯე ლაშა? აჰა. სამბო, აუცილებლად უნდა გასინჯო. დღეს გამოვასხე და ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვიდა. იცოდე თუ არ მოგეწონება უნდა მითხრა. გეტყვით გავსიჯავ და გეტყვით მაშინ. ესე ეხა რატო ხდებით რა. გავსინჯე ხალბატონო, მე ძალიან გემრიელი იყო. კიდე ხარ გინდა? არა. დაგძანეთ, არა მეც ვერა, ერთ ნაჭას თუ მომიწვი თორე. მედი არა. და ყავა? ჩაი. ო, აი. ჩვენ გადავждები ტელევიზორთან მაშინ. იქ მოიტანს? გორა. აქ ავართ ჩვენ. რა საბავდი შენ რა ბიზნესის დაწყება მინდაო რაღაცაო. ხო, კი. რა ვიცი, ვაპირებ რომ ბიზნესი წამოვიწყო. აი, აფთიაქის გახსნას ვაპირებ და ფართს ვეძებ რა. მაინც ახლა სამედიცინო განათლება მაქვს და რა? სამედიცინო განათლება? კი.
მე აბა მე პარიკმახერი რატომ მეგონა? მარინა. იცი შენ ლაშა რა პროფესიისა? ვერ არ ვიცი. ჩვენი კარის მეზობელი ახლა რა პროფესიის ექნება არ ვიცი. ხო ერთი კოვზი ჩამიყარეთ მეტკბილს მაინც ვერ იდები და ლაშა, ისე ჩემი ბიჭი მინდა მოვიყვანო თქვენთან. კი, რა პრობლემაა, რა პრობლემა. რაღაცა სულ გაწეწილი დადის ამბობ. რა გაწეწილი? რას ამბობ ახლა? კაცი ექიმია. ეგ არ უნდა იცოდე? ოი. ექიმი. კი, ექიმი ვარ, ექიმი. სტომატოლოგი ვარ, სტომატოლოგი და ხო, აი ახლა ვცდილობ რომ რაღაცა ბიზნესი წამოვიწყო. აპტეკის გახსნას ვაპირებ და აი ფარც ვეძებ. აპტეკისთვის. ფარც? დიახ. მე გია რატომ არ მითხარი? ჩემ მეგობარს აქვს არაჩვეულებრივი ფართი მარჯანიშვილის მეტროსთან. თვითონ რაღაცა ვერ მოახერხა, ვერაფერი ვერ გააკეთა და იქნება მოგაქირაოს. დაურეკა, მოვა საღამოს და დაელაპარაკე. მართლა, რა ვიცი, თუ ამას გამიკეთებთ, ძალიან დავალებული ვიქნები თქვენთან. როგორ არა, ახლა ვედავრეკავ. თან გასათხოვარია. შენს უცოლო ლაშა. უცოლო ხო, ყველაზე მეტად ეგ სიტყვა არ მიხდება. ტანცერცა და ხო გიხდება, ნუ იცი. ოჩე პრინციპში არც ეგ. კარგი, ნიკუშა და დააწყნარდი, ახალ აიპადს გიყიდი. ვერ მიყიდი, შენ ხო არ მუშაობ. ლაშა ბიძია გიყიდის. არც ის მუშაობს. კარგი, მაშინ მოვპაროთ ვინმეს. სოფი, რას ფიქრობდი? იცი შარშარომ ტელეფონი დაკარგე, ეგეც იმან ხომ არ წაიღო. იცი რა, მეც მაგას ვფიქრობ. რა საშინელება რა. რა ვქნა ხა აიპედის garaშე, მართლა ხო არ ვიმეცადინე. აუ სოფი რა, მამუკა. ოქნა. კარგი რა. კარგი, ნუ წუწუნებთ. მოდით აქ, დასხედით, მოდით. მე ძალიან კარგი რაღაც მოქვს მოფიქრებული. ჩემი დაწერილი სიმღერა უნდა მოგასმენინოთ, ყველანაირი პრობლემა დაგავწყდეთ და გამხიარულდებით. ნიკა, აქ დაჯექი ქვემოთ. ჩამოდი. ეს დამიჭირე მაინც ახალი დაწერილი მაქვს და რა ვიცი. გაიღიმეთ? ესე კარგია და გამომყევი მე. რას ჩამოგტირით სახეები? ელენეც როგორ მოწყენ ილია. აბაახლავე გამხიარულდით, იკითხავთ როგორ ეს ადვილია. დავიწყდეს შენი პრობლემა და ბევრი ცრემლი რომ არიდინო. საკმარისია რამე ლამაზი, თუნდაც ბუნების სიმშვენიერე წარმოიდგინო. წარმოიდგინეთ უღრუბლო ზეცა, არწივი მოქრის და კურდღელს ეცა. ხაზე მიღողავს დაჭრილი შველი, დედას ნატრულობს ობოლი ბელი. აკლემს აფთარმა მოკბიჩა კუზი, ობობას ქსელში გაება ბუზი, ნიანგმა კურდღელს ჩაარტყა კუდი. წარმოიდგინე, გამხიარულდი, იკვებებიან სვავები ლომით, თევზი ერთობა ქვიშაზე ხტომით, სპილოს ფეხი და ქვეშ მტრედის ხუნდი. წარმოიდგინე, გამხიარულდი. აი მე ელენე, ამან წარბი რო გაიხრიტა რაღაცა დაიზიანა. მოგეწონათ ხო? აი ეს ბოლოს ხუნდი მეც არ მომწონს. მეც შეცვლი. ლაშა, ელენეს თავის წამალი არ იქნება? არ ვიცი. გიამ იმდენი ილაპარაკა იმ დიდ თაგვზე, რომ
ძალიან მეშინია. კითხავ. რა კითხე თუ გინდა. ის ისეთია. პირსა დააგარებს ამას. რეგიონი. არი ვახშმებთ? დროა უკვე. კი, მართალი ხარ. არა. ვიცით რა, ჯობია მე მგონი ის თქვენი მეგობარი მოვიდეს. აი ფართის ამბავზე დავილაპარაკებთ და მე კი ბატონო. შენს მართალი ხარ. ვეცე ორივე მართალი როგორ ხარ? ალბათ მოვიდა ხო? მოდი. ეხლა უნდა მოაწონო თავი, ხო იცი? იცოდე თუ მოეწონები ფართი შენია. ხო. მე აი ზუსტად აი აქ ცხოვრობ და დიანა ეს ლაშა ეს დიანა მე მგონი მომწონა ესე უყურებს მე მგონი აჩუქებს იმ ფართს დიანა გამარჯობა გიგია დიანა ნამდვილად არ ვიცოდი თუ შენ გნახავდი აქ ხო მეც არ ვიცოდი მარინა თუ შენზე მეუბნებოდა თქვენ იცნობთ ერთმანეთს საიდან მარი წამოდი რაღაც უნდა მოგიყვე შევლენ ესე და საათობით ჭვრაობენ ლაპარაკობენ რა დროს ეგიყვე მე და ეხლა ვიშოვავენ ავიცი ალბათ იმე სუკანს ის ხო იცი ადამიანმა 8 წელიწადი შეუჩერებლი რომ იყვიროს იმდენი ენერგია გამოიყოფა რომ ერთი ჭიქაყავა ადუღდება ხო და აი ესე მაგას ამ თავის ჭორაობით 2 დღეში შეძლებ არ ხშია წამოჭამოთ არა გია ეს რაღაც უნდა გითხრა რა აი ის თაგვინახე რა არა კაცო თაგვი კი არა არა თაგვი არა გია მე და დიანა ოხამი რა მე და დიანა რა ხო რა აი რა მე და დიანა რა ადრე ჩვენ ხო რა შენ რა მე და დიანა ადრე რა დიანა ადრე მე და დიანა ადრე მე და დიანა ადრე კარგი გეხოლები ვიცი ასე რა მითხრა რა ვიცი ყველაფერს მივხვდი უბრალოდ შენ თუ იყავი ის ლაშა ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი მოიცე ეგ ამბავი იცი თქვენ იმ ჩაშლილი ქორწილის მერე სულ ჩვენთან იჯდა დიანა მარინა აწყნარებდა ამშვიდებდა არა აგიხსნი რა გია ახლა მე თუ ძმა ხარ აუნა ამიხსნა გას ეგ არ გამტყუნე არა ძალიან კარგად ვიცნობ მაქალს ისე უნდა და გათხოვება რომ ჩვენ რეზიკოსთაც ეფლიტავებოდა სანამ არ გაიგო რომ თუთუყუში არა გია რა აი აქ თუ შევხვდებოდი დიანას შენთან ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი რა აიგა რა დროზე უნდა დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები, თორე ძალიან პატარაა ჩვენი საქართველო. გამორჩამოთ რა. აქშია? არა, გია რა, ნამდვილად ვერ შევჭამ, ნამდვილად ეხლა, ნამდვილად ვერ შევჭამ. გია. იცი რა მომიყვა დიანა? კი. ლაშა ყოფილა ის დათუჩა. ლაშა ჩემო კარგო. რაღაც მინდა გითხრა. ისე ნერვიულობდა. ისეთი დათრგუნული იყო. გული მიკუტებოდა. ლაშა ქალი სათუთი არსება. შეიძლება ერთ პატარა დეტალს კაცმა არ მეაქციოს ყურადღება, მაგრამ ქალისთვის ეს დეტალი ყველაფერს ნიშნავს. გულით ვაწყნარებდი, ვამშვიდებდი.
და ბოლოს დამიჯერა. აი სულ ეს იყო რაც მინდოდა მე თქვა იმედი არ. კარგი, ახლა გამოვიყვან დიანას და დაელაპარაკე ფარც. რა. არც ახლა ხსია? აუ მაგრად. მოდი რა მე. არა ამშიგე. გია. აი რა. მოდი. კარგი რა. დამანებთ, კარგავ წინ რა. კარგი, ჩვენ წავალთ კარგიდე? ისაუბრეთ. აუ. აბა, გისმენ ლაშა. დიანა, ალბათ მარინამ გითხრა რომ მე აი იმ ფართით ვარ დაინტერესებული და ხოლოდ ფართით? გულით არა. დიანა ძალიან გთხოვ, ჩვენ ხო შევთანხმდით რომ მეგობრებად უნდა დარჩენილიყავი და აღარ გვინდა ეს. ხო, აი, სურათები მოგიტანე, შეგიძლია დაათვალიერო. კი ბატონო, კი ბატონო. კარგია, კარგი. ხო. კარგია. მაგმაყოფილებს ეს ფართი მშვენიერი. წავიდეთ და გინდა დაგათვალიერებინე. არა, სურათებიდანაც ნათლად ჩანს ყველაფერი. ისე უცნაურია, ძალიან გამიკვირდა რომ სურათებით ვერ იცანი. ლაშა, შენ ნამყოფი ხარ იქ. აბა კარგად დაფიქრდი და გაიხსენე. აი, სანთლები, შამპანიური, ცემენტის ტომრები. კი, გამახსენდა. კარგი ფართია ეს. მაწყობს. ხო, ესე იგი შევთანხმდი და იქირავე? ხო, დიანა, მაგრამ რა ვიცი, აი ცოტა ფასი მეძვირება სიმართლე. შეგიძლია დამაკლებინო, ლაშა. არ არის სული ფასი, მე გადავიხდი. კარგი. მაშინ ისე არ ახარ წინ დახედული ლაშა. და. რატო და ეგ ფარტი შეიძლება შენი გამختارიყო. მაგრამ არ მოინდომე. ხო და იყავი ასე და იხადე ფულები. პატარა ბიჭი, მოდი პატარა ბიჭი, მოდი. არტა შენთან დალაპარაკება. კი, რა თქმა უნდა, არ გინდა ჯერ ტომი ჯერი შეგიცო და მე დამეგობრდე. არტა, ჯერ ერთი პატარა არი. ხო. იგენეს, ხო. ბატონო. მე შენი უფროსი ვარ. ბატონო? შენი უფროსი ვარ. პატარა რა კარგად გაგწვერი გაპარსული. ბატონო კახა. ვა, ხედავ თურმე რა ხდება. პატარა ბიჭი თურმე დიდი ბიჭი ყოფილა. მე გავალ შეფ. მოგიგე, ჩემი უფრო ხმამაღალი იყო. როგორ მომიგე, ჩემი უფრო ხმამაღალი იყო. როგორ იყო შენი უფრო ხმამაღალი, მე პაატა გავაღვიძე. გინდა ხე დედა გავაღვიძე, უყურე? კარგი, ხო, კარგი, მოიგე, ოღონდელინი არ გააღვიძო და მოიგე, ხო. ჩამოვა და გაგულანძღავს სულ ყველას რა. ხო და თუ მოვიგე, მოწიე თავი. რა ბილითითები მაქვს რა. საერთოდ ვერ იგრძენი. აღარ უნდა ვჭამო ეს პურები.
ხოლმე კომპიუტერზე დავждები. გავახდენ თითებს. გაახდინე ხო, გაახდინე. და მუსიკას მოვისმენ. მოვისმინე, ხმადაბლად ჩართე მუსიკა, ელემი არ გააღვიძო, თორე ჩამოვა და დაგწოფავს. ხო იცი რა ხასიათზეა? ყურსასმენებს გავიკეთებ. ხო, ძალიან რა, ყურსასმენები გაიგეთ. პატა, გაიღვიძე? ხო, ლაშა, გავიღვიძე. იცი რა არის, ლაშა ეთყობა, რაღაც ხმაურმა გამაგვიძე ეთყობა გარე ტრაქტორები დადიოდნენ. ხო, ტრაქტორები დადიოდნენ, პატა, ტრაქტორები. ლაშა, რა უნდა გითხრა, იცი, ეს სარკე ხო ხდები აქედან რო სხვა. წესიერად გილაპარაკე კაცო. ხო, კარგი, ეს სარკე რო სხვაგან დავკიდოთ, არ შეიძლება? რატომ უნდა დავკიდო სხვაგან? იმიტომ რომ ლაშა ყოველდღიურად რო გამოვდივარ, ეგრევე ჩემ თავს უყურებ და არ შემიძლია ლაშა ასეთ სილამაზეს რო უყურებ, ვითრგუნები. სწორედ მართალი, პატა, მართალი. მეც ყოველდილით რო გიყურებ ისე ვითრგუნები. გამიგე ხა შეცვა. აი, ხო, კაცო, რა დაგემართა? არაფერი ეთყობა სუნამოს დასხმა მივიდა ბევრი ცოტა და ჩემი. ხო, ჩემი სუნამოს დასხმა. კარგი, ხო. ფუ, რა სუნია? პატა, ცოტა ხმადაბლა ილაპარაკე რა, დედა არ გააღვიძო ძინავს. ბავშვი. მოიხსენი. ბავშვი, ეს კარაქიანი პურები შენია? კი, ჩემია, მე არ მინდა თუ გინდა ჭამე. ხო, კაი. ბავშვი, არ გაიკეთო. ისა რა ქვია, გინდა 5 ლარი მომეცი და კარაქიანი პურები მომეცი, ჰა? პატა, მე კარაქიანი პურები არ მინდა თუ გინდა ჭამე. ფული. მამაიმუნი ბავშვია ლაშა. აბა, ეხლა იცი რა არის? გიყურებ, აი, გაკვირდები და ვერაფრით ვერ ხვდები რატო აგიყვანეს იმ სამინისტროში სტაჟიორად. შენ მაგას ვერც მიხვდები, ჩემო მსუქანო და ბოღმა მეგობარო. გაიგე შენ? ვერც მიხვდები შენ მაგას. ხო, ისე პატა, სხვათა შორის რო იცოდი, მეც მალე დავიწყებ მუშაობას. ხო, ლაშა, უნდა დაიწყო მუშაობა, აბა, როდემდე უნდა ისდე ესე სახში უსაქმრო და ბოლო-ბოლო როდემდე უნდა იყო ჩემ კისერზე. არ სხვენია რა.